პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციებისას პროტესტის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება წარუდგინა. ხუთივე ბრალდებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესები საჯარო არავისთვის იქნება. ერთ-ერთი დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი აღიარა. პროკურატურის ინფორმაციით ხუთივე დაკავებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს კი დამატებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს ედავებიან. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აპირებს ხუთივე ბრალდებულის მიმართ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 6 საათსა და 30 წუთზე რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალა და ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა გონება დაკარგა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე. ასევე გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა. კითხვაზე თუ რატომ დაიჭირეს პროევროპული აქციების დროს დემონსტრანტებზე მოძალადე სპეცრაზმელები, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებაში განსხვავებული პასუხები აქვთ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ცალსახად ამბობენ, რომ ძალოვანების დაჭერას სამართლის აღდგენასთან საერთო არაფერი აქვს. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ სპეცრაზმელების დაკავება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან არის კავშირში. ისივე განმარტებით ამქმედებით ქართული ოცნება ცდილობს შტატებს მოძალადეების დაკავება მიყიდოს. განსხვავებული მოსაზრება აქვს ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ლევან სამუშიას. მისი თქმით, ხუთი სამართალდამცავის დაკავება საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგია. მე მგონი, რომ ცალსახად ეგ არის კავშირში ამ ვიზიტთან, სავარაუდოდ ცდილობენ, რომ მიყიდონ ახლა ამერიკელებს, რომ ვითომ მოძალადები დავსწრათ. 5 ადამიანი რა არის. მარტო მე და ნიკა მოსიაშვილს გვიტყავდა 20-მდე სპეცრაზმელი, 19 კამერის წინ. მარტო ჩვენ, თავი რომ დავანებოთ, ჩემს მას უტყავდა 6 კაცი რკინის ხერკეტები. ბორი ჩელეყულას უტყავდა 6 კაცი რკინის ხერკეტები. ხაბეიშვილზე ერთი კაცი რო დაიჭრეს, ერთმა კაცმა ცემა ხაბეიშვილი, ვინმე ჯერა მაგისი დათო კაც არა ვარ როცემეს, ის სპეცსაცმელი ვერ აღმოაჩინეს. მილიონი შემთხვევა შემიძლია ვიდგე, ხა და 1 საათი ჩამოვთვალო შემთხვევები ძალადობის, ცალკე ვიღაც შავებში ყოფილი ადამიანი და ცალკე ეგ ეწოდებული ტიტუშკების. სად არის ეს ხალხი? ხო გასაგები რომ ეს არის ჩვეულებრივი პიარ ამბავი, რომ ვითომ ეხა მოძალადების დაჟა დაიწყეს. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ერთი რამ, რომ ეს ადამიანები თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით არ მოქმედებდნენ, ეს იყო სისტემური ძალადობის და დანაშაულებრივი მექანიზმი, რომელიც ჩამოაყალიბა ამ ბოროტების ძალამ, რომელიც დღეს მართავს სამწუხაროდ ქვეყანას და ძალიან კარგად გვესმის, რომ აი აქ რუსთაველზე, როდესაც ხდებოდა და აი აქ ვიყავი მეც, როდესაც მაისაშვილს დაესხდნენ თავს, აქვე ლევან ხაბეიშვილს რო დაესხდნენ თავს და სხვა ის აქვე გურამ როგავას და სხვა ფაქტები, რომელიც მოხდა, ეს არ იყო ინდივიდუალური ძალადობის გამოვლინება, ეს იყო სისტემური დანაშაულის მაგალითები, რომელსაც ყავს კონკრეტული დამაორგანიზებლები და სანამ ეს ორგანიზატორები არ იქნებიან პასუხისმგებაში მიცემული, ვერ ჩაითვლება ვერ ჩვენთვის და ვერც ვერავისთვის რაიმე კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯად რეჟიმის მხრიდან. ამ დანაშაულს ყავს არა მარტო შემსრულებლები, ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცემასა და წამებაში იღებდნენ მონაწილეობას, არამედ ამ დანაშაულს ყავს დამკვეთები, წარმოუდგენელია დამკვეთის გარეშე, წარმოუდგენელია გამოძიების განზრახ გაჭიანურებისა და განზრახ არ გამოძიების საქმეები, რაც ეჭვს იწვევს ბუნებრივია ამ მიმართულებით, ვინაიდან წლების განმავლობაში საქმეები თაროზე იყო და არ იყო გამოძიებული, ასევე კარგად ვიცით, რომ ფორმულაზე გაშული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად უკვე დაიწყეს ამ შემთხვევაში სამართლებრივი ქმედებები და პროცესუალური მოქმედებები და გვამცნეს მეორე დღეს, რომ თურმე ადამიანები უკვე დააიდენტიფიცირეს და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს, ეს მიუთითებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის თქვენი საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგი. ვინმეს თუ გონი ეს სამართლიანობის აღდგენა ძალიან ცდება, ახლა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის პროცესები, რა პროცესებიც მიმდინარეობდა იმ თვეების განმავლობაში და ეს არ იყო 4-5 ადამიანი არ იღებდა მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში. ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ადამიანების სადამჯელო ოპერაცია, გვახსოვს ძალიან კარგად, ხო? ეს არის სისტემური დანაშაული.
ეს ადამიანები, რომელიც პასუხისმგებლები არიან ამ სისტემურ დანაშაულზე, ადრე თუ გვიან გამოვლინდებიან და უსწრებლად დაიჯდებიან. ეს სისტემური დანაშაული მიმდინარეობდა 1 თვის განმავლობაში. ადამიანებს ურეკავდნენ, ძალიან კარგად გვახსოვს, ბავშვებს არასოწლოვანებს ურეკავდნენ და აგინებდნენ, აშინებდნენ, მე სადარბაზოებში ხვდებოდნენ და ცემდნენ. მე ეს ყველაფერი გადაიზარდა რუსთაველზე დაუმტვრიეს ხვირპერი უკვე მშვიდობიან მოქალაქეებს. დაკავებულებს ურტყამდნენ მანქანებში. ადამიანებს იტაცებდნენ და რამდენიმე დღე წარმოდგენა არ ჰქონდა ეს ადამიანები სად იყვნენ. 7 მაისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რა დროსაც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციებისას პროტესტის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი გამოავლინეს და დააკავეს. მისივე თქმით, 5 ბრალდებულიდან 2 სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა. 3 ბრალდებული კი გუშინ დააკავეს. დღეს ამ ქცირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედების ამბიცია აქვთ. გუშინ დაკავებული იქნა ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალად ედებათ კონკრეტულ პირებზე ძალადობაში, ბრალი ედებათ ძალადობაში, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას. ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს და ეს ხელწერა კიდევ ერთხელ მაჩვენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ხელწერის სტანდარტის დასაცავად დაუშველი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა. პროკურატურის 7 მაისის ბრიფინგამდე 2 დღით ადრე 5 მაისს ფორმულას ეთერში ელისო ჯარიაშვილის გადაცემაში საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა, სადაც განაცხადეს, რომ იციან ვინ დაესხა თავს ჟურნალისტ გურამ როგავას 2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს. ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან. საგამოძიებო რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ პროკურატურამ ელისო ჯარიაშვილი და გურამ როგავა გამოკითხა. ძალოვანების დაკავების შემდეგ გურამ როგავამ კომენტარი მალევე გააკეთა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით დაკავებულებს შორის არ იყო ის პირი, ვიზეც მათ წყარომ ინფორმაცია მიაწოდა. როგავას ამ განცხადების შემდეგ პროკურატურა მედიასთან დამატებითი განმარტება გააკეთა და მიუთითა, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე იყო იდენტიფიცირებული და დაკავებული. პროკურატურაში თქვეს ისიც, რომ ფორმულას ჟურნალისტის ელისო ჯარიაშვილის მიერ საგამოძიებო სიუჟეტში დასახელებული პირის კავშირი როგავას საქმესთან არ დასტურდება.